უწყვეტი აქციების 26-ე დღე თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში პროტესტი მიმდინარეობს. ხალხი ხელახალ არჩევნებსა და უკანონო დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვს. ხელისუფლება კი არ შემჩნევის პოლიტიკას განაგრძობს. რა არის შექმნილი პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავალი? მოქალაქეებს კითხვა ნაირა ქობულაძემ დაუსვა. რატო არ უყურებთ მსოფლიოში? მოდის პრეზიდენტია თუ ახალი მთავრობა 4 წელი და მიდის, გინდა მილიარდელი იყოს, გინდა ღარიბი იყოს. ჩვენთან რა ხდება? მემკვიდრეობითაა, უნდა წევიდეს მარტო იმ ახალგაზრდების ცემის გულიზა. 67 წლის კაცი ვარ და მე ასეთი თული სიტუაცია არ მახსოვს. ერთადერთი გამოსავალია ახალი არჩევნები. დაშტემა და ლაპარაკი უნდა პირველ რიგში. ვიდავინ? ყველა. რუსეთი, ამერიკა. ვაცილი რა ქვია? ოპოზიცია და ყველაფერი კარგად იქნება. არჩევნები ჩატარდა და რა არჩევნები იმეს ხალხი უმეტესი ხალხისა ფიქრობს რომ არჩევნები ჩატარდა სწორად. აღლა 1000 კაცი და 2000 კაცი რომ ვიტყვის რომ არ ჩატარდა იმ მაგის თქმა ზანძრელია და ხარის დაჭერა. ჩემის აზრით არჩევნები ჩატარდა სწორად. აუცილებელია ცვლილებები, ჯერ საკანონმდებლო, მერე ხელისუფლების ცვლილებები. ანუ ხელახალი არჩევნები და ჩატარდეს ამას გულისხმობ? არჩევნები არ შველის, ფაქტის ახეზია, შეცვალეს უკვე, გაათამაშეს როგორც უნდათ ისე. უნდა შეიცვალოს და არც ესეთი პრეზიდენტი უნდა იყოს. დღევანდელ მდგომარეობაში, როგორც ხალხი აღნიშნავს და როგორც პირადად მეც, ხელისუფლებისგან უნდა იყოს დათმობა, რადგან უნდა, იმიტომ რომ ძალიან ცუდი მდგომარეობა ეკონომიკური თვალსაზრისით, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით და ყველანაირი თვალსაზრისით ალბათ ყველა ხვდება, ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი და იმედია, ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ დათმობს ხელისუფლება და ამის საშუალებით დაადგება ჩვენს ქვეყანას. ერთ-ერთი გამოსავალი მეგონა გაფიცვა და ეს აქციები, მაგრამ არ იმოქმედა ამ ყველაფერმა, ამიტომ არ ვიცი. უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები და ხელისუფლება წავიდეს დათმობებზე. ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს. და ვინც არაკანონიერად არის დაკავებული, ყველა უნდა გამოვიდეს გარეთ. რა თქმა უნდა ჩატარდეს ხელახალი სამართლიანი არჩევნები და ამით მოგვარდება ყველაფერი, სტუდენტებიც დაიშლება. შესაბამისად, სამართლიან რეჟიმში ვითხოვთ არჩევნების ხელახალ ჩატარებას. გამოსავალი არის სწორედ ეგ, ხელახალი არჩევნები და ის რომ შეძლოს ხელისუფლება უკან დახევა და ნაბიჯების უკან გადადგმა და ჩვენი მოთხოვნები მხოლოდ ამას მოიცავს აქციებზე და პროტესტის დროსაც რომ ხელახალი არჩევნები არის აუცილებელი ქვეყანაში ჩატარდეს. ასე ვარაუდით, მაგას ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ არავინ არ იცის სხვა რა მოხდება და რა იქნება. პირველ რიგში არის სურვილი და შინაგანი გრძნობა, რომ ეს ქვეყანა შენია და არ უნდა დათმო არავის და საერთოდ არაფრის გამო. ჯენზი მაგით გამოვირჩევით ალბათ ყველასგან ამ ხელაძალას მაგით გვაქვს, რომ დარწმუნებულები ვართ იმაში, რასაც ვაკეთებთ. რაღაც რა დავიწყეთ, უნდა მივიყვანოთ საქმე ბოლომდე. კრიზისიდან გამოსავალი არის ერთადერთი ბიძინა ივანიშვილი წავიდეს. აქ არ არის მხოლოდ ქოცზე და ნაციონალზე საუბარი. შეიძლება იყოს ნაციონალიც, ქოციც, მაგრამ არა ბიძინა ივანიშვილი. ეს არის გამოსავალი, რაც 5 წუთის ამბავი შეიძლება იყოს და გვეშინია, იმიტომ რომ ვითომ რუსეთი და ასე შემდეგ. რუსეთი და ვლადიმერ პუტინი ნაფურთხსაც კი არ მოაგდებს ბატონი ბიძინა ივანიშვილისთვის. გამოსავალი რა არის და ერთიანობა პირველ რიგში და შემდეგ ჩვენი ქვეყანა რომ თავისუფალი ბედნიერი იყოს და ბედნიერი მომავალი კონდეს მომავალ თაობას. მე ვამაყობ დღევანდელი თაობი და ჯერავს რომ მიაღწევენ აგენი ამას აუცილებლად.